ეს ორი ხატია, რომელიც არის ამ ეკლესიაში, მაგრამ 20 წელზე მეტია წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათის ეკლესიაში ხატებს დაზიანებისგან ასე იცავენ. გასული საუკუნის ბოლოს თითოვლობის დროს სახურავის ჩამონგრევის გამო სოფლის ერთადერთ სალოცავში წირვალოცვის ჩატარება შეუძლებელი გახდა. საუკუნოვან ეკლესიას ახლა არც მღვდელი ჰყავს და მრევლის რაოდენობამაც იკლო. წლების განმავლობაში მიტოვებულ ეკლესიაში ხატების ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ეკლესიის კედლებს ამ დრომდე ემჩნევა ადგილობრივთა დაუდევრობის კვალი. თითოეულების გამოჭერი ჩამოინდა და შეუძლებელი იყო სანთელის ანთება ჩვენ მოსახლეობა შემოდიოდა აქ და აკანტებდნენ სანთელს და ჩვენი ფერს ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეკლესია უარყოფილი იყო და ვინ შედიოდა ეკლესიაში. რო არ იცოდნენ, იმას მიაჭებებდნენ კედელზე და ეს სანთელი ეწოდა, იგი შეშავდებოდა კედლები და მომსპარი იყო კედელი. სოფელ გუმათის მცხოვრებლები ასე ერთობლივად ეკლესიისკენ მიმავალ გზას იშვიათად მიუყვებიან. აქ ზარსაც ადგილობრივები რეკავენ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში წლების განმავლობაში შეწყვეტილი წირვალოცვის დასაბრუნებლად ბრძოლა ისევ სოფელმა დაიწყო. ნაწილობრივ შეაკეთეს დაზიანებული სახურავი და კედლები, თუმცა ამბობენ, რომ სრულყოფილ რეაბილიტაციას საკუთარი სახსრებით ვეღარ შესძლებენ. მოხარული ვიქნები და დიდად ყველა მთელი სოფელი რომ ისევ აღსდგება ამ ეკლესიის რეაბილიტაცია გაკეთდება და ამაოც იქნება წირვალოცვა ჩატარდება ყველა ივრის ეკლესიაში. მე-19 საუკუნის სალოცავში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ეკლესიაში მრევლის დასაბრუნებლად კი ადგილობრივთა თქმით პირველ რიგში მღვდელია საჭირო.